We want peace. We have to live and we have to smile when we have time, of course. Thank you. Дякую. Слава Україні! ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, უნდა გავიცნოთ, როცა შევძლებთ. ერთ წინადადებაში შეჯამებული 21 საუკუნის რეალობა ვოლოდიმერ ზელენსკისგან. არც ის იყო შემთხვევითი პრეზიდენტის ზურაბიშვილი, რომ იყო პირველი, ვინც მიუნხენის კონფერენციის დახურვის შემდეგ ზელენსკის მიესალმა. შესაძლოა იმას გონია, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება 3 წლის წინ პუტინის ურდოს უკრაინაში შეჭრით დაიწყო, მაგრამ ისინი ცდებიან. ყველაფერი გაცილებით ადრე 2007 წელს მიუნხენში დაიწყო, სადაც ჯერ კიდევ დიქტატურად არ შერაცხულმა პუტინმა ყველას თვალწინ და ყველას გასაკვენარში თქვა. Формат конференции дает мне возможность избежать излишнего политеса. კონფერენციის ფორმატი მაძლევს საშუალებას თავი ავარიდო პოლიტკორექტულობას და ზრდილობიან დიპლომატიურ შტამპებს. კონფერენციის ფორმატი მაძლევს საშუალებას თქვა, რასაც მართლა ვფიქრობ საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემებზე. და თუ ვინმეს ჩემი მოსაზრებები არ მოგეწონებათ, გთხოვთ არ გამიბრაზდეთ, ეს ხომ უბრალოდ კონფერენცია. მას ასე ცნობილია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება გაცილებით ფართოა, ვიდრე სამხედრო ტექნოლოგიური სტაბილურობა. სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს წესრიგი იდგა ორ სუპერძალაზე და მათი დაპირისპირება პერიფერიულს ხდიდა სხვა გამოწვევებს. როგორც ყველა ომმა, ცივმა ომმაც დაგვიტოვა ჩვენ აფეთქებული ყუმბარები. ცივი ომის მერე შემოთავაზებული ერთპოლუსიანი სამყარო ვერ შედგება. თვლი რომ თანამედროვე სამყაროსთვის ერთპოლუსიანი მსოფლიო არათუ მიუღებელია, შეუძლებელია. ეს მოდელი ჩემთვის მიუღებელია. არ გამიბრაზდეთ თუ თქვა და მსოფლიო მას დაუჯერა. დღეს როცა 1938 წლის მიუნხენს იხსენებენ და ჩემბერლენის ჰიტლერის გერმანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას აჯობებდა 2007 წელს გაეხსენებინათ და სისხლიანი ტირანის ეს სიტყვები უყურადღებოდ არ გაეტარებინათ. იმ დროისთვის პუტინის ხელები უკვე დასრულილი იყო ჩეჩნების სისხლით, უკვე დაწყებული ჰქონდა ავტოკრატიის სპირალში შესვლა. იმ დღიდან ერთ წელში პუტინი შემოიჭრება საქართველოში, შემდეგ 2014 წელს უკრაინაში და მსოფლიო მაინც ვერაფერს ისწავლის 2022 წლამდე, სანამ არ დაიწყება 21 საუკუნის ყველაზე სისხლიანი ომი. They invaded in 2008 Georgia. ისინი 2008-ში შეიჭრნენ საქართველოში, მერე 2014-ში იყო. ასე რომ იმაზე წუხილზე მეტად ვისურეკავს ტრამპი, ხომ არ ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ჯონ მაკკეინი ყველა კონფერენციაზე ამბობდა, რომ პუტინი მატყუარაა. პასუხობდნენ, "ო არა, არასწორად გაუგემას. პუტინი იქ იყო, ყველას ვინ სატელეფონო ზარზე ღელავს, სად იყავით?" როცა პუტინის შეჩერება გჭირდებოდა, რატომ არ შეიჭრა ის ტრამპის პრეზიდენტობის დროს, იმიტომ რომ მას ეშინია ტრამპის. რატომ შეიჭრა 2014-ში, იმიტომ რომ მას ეს გამოუვიდა. მინდა გითხრათ თქვენ და თქვენს ხალხს, თქვენ ხართ მოკავშირე, რისი იმედიც მთელი ცხოვრება მქონდა. არც ერთი ამერიკელი არ მომკვდარა უკრაინის დასაცავად. თქვენ წაიღეთ ჩვენი იარაღი და კუდით ქვა ასროლინეთ მათ. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი მოკავშირე ხართ. სენატორის ამ მხარდაჭერ განცხადებას და მთლიანად მიუნხენის კონფერენციას წინ უსწრებდა ცნობები ვაშინგტონსა და მოსკოვს, ასევე ვაშინგტონსა და კიევს შორის სატელეფონო საუბრების შესახებ. გავრცელდა არაერთი არათანმიმდევრული ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ტრამპი მშვიდობის მიღწევას. შეიქმნა განცდა, რომ ამერიკა უკრაინის ზურგს უკან აპირებს პუტინთან მოლაპარაკებებს. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების მაგიდასთანაა უკრაინის ადგილი. გვეყოლება უკრაინა, რუსეთი და სხვა ჩართული ხალხიც, ბევრი ადამიანი, ბევრია ამ თამაში. საინტერესო სიტუაციაა, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს. მიუნხენში იქნება რუსეთი ჩვენს ხალხთან ერთად, უკრაინაც მიწვეულია. სხვათა შორის დარწმუნებული არ ვარ, რომელი ქვეყნიდან ვინ იქნება, მაგრამ იქნება მაღალი რანგის ხალხი რუსეთიდან, უკრაინიდან და შეერთებული შტატებიდან. Так, у нас уже было 3 размовы так с президентом Трампом. ჩვენ სამჯერ ვესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპს, არ ვიღებ იმას, რომ მისთვის პრიორიტეტული ჯერ რუსეთთან ლაპარაკი იყო. თუმცა ნამდვილად არ არის სასიამოვნო. იცით როგორი რეაქცია მოჰყვა უკრაინის საზოგადოებაში, ევროპელებში, რადგან საქმე უკრაინას ეხება, არაფერი არ იქნება უკრაინის გარეშე. ეს განცხადებები სატელეფონო საუბრებსა და მიუნხენის კონფერენციის შორის გაკეთდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ მიუნხენში რუსებს აკრედიტაცია არ მისცეს და ამასთან შეიცვალა ამერიკული რიტორიკაც. ტრამპის შეხედულებაა, რომ ეს არის გაჭიანურებული კონფლიქტი და უნდა დასრულდეს მოლაპარაკებით. ამ მოლაპარაკებების დროს ორივე მხარეს მოუწევს დათმობაზე წასვლა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რთული დიპლომატიური სამუშაო იქნება, რაც ჩვენ მანამდეც გაგვიკეთებია. ჩვენ რეალისტები ვართ, მაგრამ მოლაპარაკების დროს ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. ამას დროს სჭირდება, მაგრამ სულ მცირე ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ხვდება რა არის მიზანი.
მიზანი არის ამ კონფლიქტის მოგვარება და ის უნდა დამთავრდეს მყარად, რადგან ომი არც ერთ მხარეს არ აწყობს. რუსეთიც დიდ საფასურს იხდის თავისი ეკონომიკით, ინფლაციით. ჩემი აზრით, დემოკრატიების ნაწილი ახლა უკვე აცნობიერებს, რომ რასაც ვაფინანსებდით, იყო გაჭიანურებული კონფლიქტი და შეიძლება უარესიც. გამოუვალი მდგომარეობაა, რომელშიც უკრაინა უფრო და უფრო მეტ ტერიტორიებს კარგავს, ასე რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს. მიზანი კი ომის ისე დასრულებაა, რომ რამდენიმე თვეში პუტინმა ხელახლა არ დაიწყოს. ამას კი ფართო და კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. ამ გარანტიების სანაცვლოდ ზელენსკი მზად არის მიიღოს ამერიკის ინვესტიციები უკრაინული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის. ამ თემაზე სასაუბროდ კიევში იმყოფებოდა შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის. იქ შეთანხმება ვერ შედგა. შემდეგ გავრცელდა უკრაინული დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩინეთი იწყებს ქარხნების შენებას სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად და სი ძინპინი ელოდება სამშვიდობო ხელშეკრულებას ჩინური ინვესტიციების განსახორციელებლად. ბოლოს კი უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის მოლაპარაკებები მიუნხენში გაგრძელდა. არის რამდენიმე რამ, რაზე მუშაობაც უნდა გავაგრძელოთ. ფუნდამენტურად ჩვენი მიზანი, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, არის ის, რომ ჩვენ გვინდა ომის დასრულება, სულს შეწყდეს მკვლელობები, მაგრამ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ გრძელვადიანი მყარ მშვიდობას და არა ისეც, როდესაც რამდენიმე წელიწადში აღმოსავლეთ ევროპა კვლავ კონფლიქტში აღმოჩნდება. ჩვენ გვქონდა კარგი საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწიოთ ამას ერთად. და რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ასეთი საუბარი გვექნება უახლოეს დღეებში, კვირებსა და თვეებში. ეს განცხადებები უკვე მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპის ადმინისტრაცია ცივილიზებულმა სამყარომ გააკრიტიკა პირველად პუტინთან დარეკვის გამო. იმ სატელეფონო საუბრის შემდეგ ბლუმბერგმა წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ტრამპის მშვიდობის სამი სავარაუდო გეგმა. პირველი, საბაზისოდ, ოკუპირებული ტერიტორიები რჩება რუსეთის კონტროლქვეშ, შესაძლებელია კურსკში ნაწილის გაცვლა. უკრაინა იღებს უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ ვერ ხდება ნატოს წევრი. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება გრძელდება თუ ევროპა იწყებს გაძლიერებას. მეორე, ოპტიმისტური. დასავლეთი პირობას დებს, რომ დაუპირისპირდება რუსეთს, თუ კი ის ხელახლა შეიჭრება უკრაინაში, სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება, კიევი იღებს საჭირო დახმარება სამხედრო მრეწველობის განვითარებისთვის და წევრიანდება ევროკავშირში. მესამე, პესიმისტური. ტრამპი კარგავს ინტერესს უკრაინის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს სამხედრო დახმარებას, ევროპა მარტო რჩება პრობლემის წინაშე, უკრაინა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, მაგრამ რუსეთს აქვს გაცილებით კარგი პოზიციები. ნატოში გზა დაბლოკებია, რუსეთი ამბობს, რომ თქავს და რამდენიმე წელში თავიდან შეიჭრება. Ну и, наконец, относительно вступления Украины в Североатлантический. და ბოლოს, რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრებას, კარგად გვესმის, რომ ახლაც და ახლო წარსულშიც ეს პერსპექტივა ძალიან პირობითი იყო. იმის გათვალისწინებით თუ რა პოზიცია აქვს შიგნით ნატოში, თუმცა ჩვენ წინ გვაქვს მოვლენათა ჯაჭვი, რომელზეც დასავლეთში შესაძლოა ვერც კი ფიქრობდნენ. და ამ მოვლენებმა შესაძლოა შეცვალოს მსოფლიო პოლიტიკა. ეს ის სცენარია, როცა პუტინი გადაწყვეტს ნატოსთან ჰიბრიდულ ომს და ამას გადაწყვეტს, თუ კი ტრამპის ადმინისტრაციასთან ევროპის ურთიერთობები გახდება ბუნდოვანი. ასეთ შემთხვევაში უკრაინაში ნატოში კარგი იქნება იმისთვის, რომ იყოს ერთგვარი ბუფერი, სანამ პუტინი ცენტრალური ევროპის დესტაბილიზაციას შეძლებს. პუტინი რომ უკრაინაზე არ გაჩერდება, ეს საბჭოთა სისხლიანი იმპერიის თავდაღწევულმა სახელმწიფოებმა დიდი ხანია ვიცით და ნელ-ნელა ამას ცენტრალური ევროპა და შეერთებული შტატებიც იჯერებენ. პუტინი რომ მათ ყვა ამ კვირაში ბევრჯერ გაჟღერდა და ყველაზე კარგად ეს ტირანის მსხვერპლის ოჯახმა იცის. Putin Pilsun Bigan. პუტინი მალე წავა და რუსეთი გათავისუფლდება. ნებისმიერი რაციონალური მიდგომა რუსეთის მიმართ უნდა დაეფუძნოს ამ ფუნდამენტურ სიმართლეს. პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ პუტინთან მოლაპარაკებები დაიწყოთ, გახსოვდეთ, ის მოგატულოებთ, ის გიღალატებთ, ბოლო წამს შეცვლის წესებს და გაიძულებთ მისი თამაში ითამაშოთ. ზუსტად ისე, როგორც ის მოიქცა 1 წლის წინ, როცა ტყვეთა გაცვლას დათანხმდა და თქვა, რომ ალექსეი ნავალნის გაათავისუფლებდა. პუტინთან ნებისმიერი შეთანხმება ორი გზით შეიძლება დასრულდეს. თუ ის ძალაუფლება დარჩება, ის იპოვის გზას, რომ შეთანხმება დაარღვიოს. თუ კი ძალაუფლებას დაკარგავს, შეთანხმებაც აზრს დაკარგავს. მაგრამ რუსეთი მოინელებს პუტინს. ომი, რომელიც მან და მხოლოდ მან დაიწყო, მაშინვე დამთავრდება, როცა ის გაქრება. სანამ პუტინი გაქრება, მისი პროპაგანდა აღფრთოვანებულია იმით, რომ ტრამპმა პირველი მას დაურეკა და არა ზელენსკის. ამას აფასებენ უდიდეს გამარჯვებად. არადა რუსეთში დარჩენილი ადეკვატური ადამიანებიც კი ზუსტად ხვდებიან რა არის მთავარი. ტრამპი გამოცდილი მოლაპარაკებელია და მან ზუსტად იცის, რომ ძალიან მომგებიანია დიალოგის წინ მოწინააღმდეგეზე მხარზე ხელი მოუთათუნო და უთხრა, რომ მის მიმართ გულწრფელ სიმპათიას განიცდი. ჯერ ჩვენ მხოლოდ სიტყვები გვესმისა, ტრამპის შემთხვევების სიტყვები ბევრს არაფერს ნიშნავს.
გავიხსენოთ როგორი დაპირება ჰქონდა ომის 24 საათში დასრულებაზე. მერე იყო 100 დღე. ახლა ესეც გაქრა. ასე რომ ტრამპის სიტყვები ბევრი არაფერია. ეიფორია კი რომელშიც პუტინის პროპაგანდა ჩავარდა ადასტურებს, რამდენად მონატრებულები არიან კარგ ამბებს დასავლეთიდან, რამდენად მონატრებულები არიან დასავლეთიდან ლაპარაკს. შესაძლოა ტრამპი სულაც ტროლავდეს პუტინს და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმამდე მის ეგოს მუხტავდეს. ამ ლოგიკას კიდევ ერთი ადეკვატური რუსი თევნილობაში მყოფი მიხეილ ხადარკოვს კი ამყარებს. Объективно ситуация с Украиной хреновая. ობიექტური სიტუაცია უკრაინასთან მიმართებაში უკანალშია. არაფერი რაც შესაძლოა მოხდა ღვთისმსხალობით არ მოხდა. ამიტომაც გასაგებია რომ განსახილველად ძალიან მძიმე სიტუაცია. ვფიქრობ ბატონი ტრამპი პუტინთან მოლაპარაკებისთვის საუკეთესოა. მან კარგად იცის როგორ უნდა ეურთიერთოს ასეთ ადამიანს როგორიც არის პუტინი. მას არ სჭირდება ახსნა რომ იცით რა პუტინი ბანდიტია. ამიტომაც ელაპარაკება ის როგორ ჩანს მას. ახლა ისინი სიმეტრიულად იქცევიან შეხვედრების წინ მოთელვა. ჩემთვის გასაგები იყო რომ წინასწარ არ გახდებოდა ცნობილი რას დადებს ტრამპი მოლაპარაკების მაგიდაზე, რადგან ეს მსგავსი დიალოგის წინ კონტრპროდუქტიულია. და თუ ვინმე фикრობს რომ ტრამპს პუტინი მოსწონს, რადგან დიდ შვიდეულში დაბრუნებას პირდება და თითქოს სიმპათიებსაც ღიად არ მალავს, ის სავარაუდოდ ცდება. Вы думаете, Путин искренне расположен к Трампу и Я действительно... про Путина нет, а Путин... А он делает ровно... Путин нет. Но он делает ровно то же самое. როგორ გონიათ პუტინს გულწრფელად მოსწონს ტრამპი? ისიც ზუსტად იმავე საკეთებს. ყვება იმის შესახებ თუ რა გადასარევი ადამიანია ტრამპი, როგორ მოპარეს არჩევნები, ზუსტად იმ დრის წესრიგს აქებს, რომელიც ტრამპს თავისთვის მნიშვნელოვანი ჰგონია. ისინი აბსოლუტურად სარკიზებურად მოქმედებენ. აი ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს. მოკლედ ასეთი ბანდიტური გარჩევებისთვის, რომელიც ჩვენ არ მოგწონს და სხვაგვარი გვერჩივნებოდა, მაგრამ ბანდიტურისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. მოგიწევ დიდრუიანში თუ გინდა ალესკას გაჩუქებ. ერთად დავიწყოთ გელანდია. ეს უბრალოდ სიტყვებია. Говорил, что у него нет никаких... ახლა როცა შანსი გაჩნდა საერთაშორისო პოლიტიკაში დაბრუნდეს პუტინი, მნიშვნელოვანია რეალობა ბუნდოვანი არ გახდეს და ველზე არსებული სურათი არ დავკარგოთ ხედვის ავიდან. Если бы у Путина были так хороши дела. თუ პუტინს ასე კარგად აქვს საქმე საერთაშორისო ასპარეზზე, თუ პუტინს ასე კარგად აქვს საქმე ფრონტზე, რაში სჭირდება მას ეს მოლაპარაკებები? ის გამარჯვებულია, ის იპყრობს, ის ძლიერია და უცბად მოლაპარაკებები? ასე ძალიან არის დამოკიდებული ტრამპზე თუ ასე ძალიან უყვარს? თუ მოღალატეა რომ ტრამპის გამო ზურგში დანაჩა არ დღეს თავის ძლევამოსილ არმიას? არა, სინამდვილეში ის გამოფიტვის პირასაა და ხვდება რომ ახლავე უნდა გამოვიდეს ამ სამწლიანი ომიდან. დემოგრაფიული მდგომარეობა ამაზე მძიმე არასდროს ჰქონია. 200,000 გარდაცვლილი ჯარისკაცი და 450,000 დასახიჩრებული. ესაა დღეს რეალობა და კრემლში ზეიმობენ რომ ძია ტრამპმა დარეგა. ხედავთ რა მაგარია? აი ესაა გამარჯვება. მერერა რომ პუტინმა ომის 3 წლის თავზე განა მხოლოდ კიევი ვერ აიღო, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა. კრამატორსკი და სლავიანსკი ვერ აიღო, რომ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების საზღვრებზე გავიდეს. მან ხომ 4 უკრაინის 4 რეგიონი აიღო და შეუერთდა რუსეთს, მაგრამ ისე მოხდა რომ დაავიწყდა ამ 4-დან 2 რეგიონის დედაქალაქი აიღო. გულისხმობ ხერსონს და ზაპოროჟიეს. საიდან დაიწყო ომი დონეცკით და ლუგანსკით? ისევ ის აქვს. არა და 3 წელი გავიდა. სინამდვილეში არაფერი აქვს საამაყო, მაგრამ პროპაგანდა ასეა მოწყობილი. გვიყვება რომ წარმატება მიღწეულია. თუ გინდა დაიჯერე თუ არა და გაიხედე გვერდზე. თუ გვერდზე გაიხედავდა კრემლის პროპაგანდას არაყვები, გაგახსენდება რა არის პუტინის სტრატეგიული მიზანი, მისი აკვიატება, აღადგინოს საბჭოთა კავშირი და ყველა სხვა ქმედება ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. მათ შორის 2022-ის შეჭრას 3 ამოცანა ჰქონდა: დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ნატოს არ გაფართოება. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი და სამშვიდობო მოლაპარაკებები, ამ მიზნეს პუტინმა უკვე ვერ მიაღწია. ნატო უკვე გაფართოვდა ფინეთის და შვედეთის ხარჯზე. პუტინმა 1340 კილომეტრიდან ნატო მიიღო საკუთარ საზღვარზე. უკრაინის დემილიტარიზაციაზე ხომ საუბარი ზედმეტია. დღეს უკრაინას ევროპაში ყველაზე დიდი არმია ყავს, რომელსაც ზურგს 3 წლიანი საომარი გამოცდილება უმაგრებს და არა თუნდაც ყველაზე კარგი წვრთნები. დენაციფიკაცია კი თავის თავში უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების მარიონეტი მთავრობის ჩანაცვლებას და უკრაინის სუვერენიტეტის გაქრობას გულისხმობს და ესეც ფაქტია, რომ მიღწეული არაა. ასე რომ, როგორც არ უნდა იცადოს პუტინი და მისი მარიონეტები მთელ მსოფლიოში, ომის ნებისმიერი შედეგი წარმატებად გამოაცხადონ, უნდა გვახსოვდეს, რომ საბჭოთა კავშირი არ აღდგება, პუტინი დამარცხებულია.